თქვენს კორპუსს თუ აქვს მიშენება, დაშენება, აი ამ უბანში. მხრიდან აქვს კი. და რამდენად უსაფრთხოა თუ იცით? საერთოდ რაიმე უსაფრთხოა ამ ქვეყანაში? მრავალსართულიან სახლებზე მიშენება ეს არის 1980-იანი წლების ბოლო პერიოდის პროცესი, რომელიც ნაწილობრივ ლეგალური იყო, რადგანაც საკავშირო მთავრობამაც და შემდეგ უკვე საქართველოს ბოლო კომუნისტურმა მთავრობამ მიიღეს დადგენილებები, პროგრამები, გადაწყვეტილებები, რომ ადამიანებს მიეცათ უფლება თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რადგანაც ეს ერთგვარად ირიბით ცნობაც იყო იმისი, რომ საბჭოთა კავშირს აღარ ქონდა იმის ფული, რომ ესე მასობრივად ეშენებინა უფასო ბინები მზარდი მოსახლეობისათვის. და მოსახლეობის, რა თქმა უნდა, მადაც ამ შემთხვევაში და სტანდარტი ცხოვრებისა მოთხოვნები გაიზარდა, იმიტომ რომ თუ 50-იან 60-იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში უფრო მოგრძალებული მოთხოვნები ჰქონდათ მოსახლეობას, უკვე 70-იან 80 განსაკუთრებით 80-იან წლებში, როდესაც სამყარო რაღაცნაირად უფრო გაიშალა, გაიხსნა, ჩვენთვის მოსახლეობას უფრო დიდი სურვილები და უკეთესი ცხოვრების სურვილები მიეცათ. აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. თვითონ 80-იან წლებში ეს პროცესი შედარებით უფრო ნაკლებად მასშტაბური იყო, განსაკუთრებით ფრთები გაშალა ამ პროცესმა 90-იანი წლების დასაწყისში და ამ დროს უკვე აღარც საბჭოთა კავშირი არსებობდა და აღარც ბევრი სტრუქტურა, რომელსაც კონტროლი და მეთვალყურეობა უნდა დაეწესებინა მიშენებების, ასე ვთქვათ, ტექნიკურ მხარეზეც, ზომებზეც, მისი განხორციელების მექანიზმებზეც და უსაფრთხოებაზე. ჩვენი კორპუსი არის დაშენებული, მიშენება კი არა დაშენებულია. რომელი წლიდან ხომ არ გახსოვთ? ой არა, მაგას არ გახსოვს. რამდენად უსაფრთხო არის ამაზე თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია? მე მგონი კი. პროექტი იყო და მუშები იყვნენ აყვანილები და ფული გადაუხადა. პირადად მამაჩემს აკაკეთებული და მამაჩემი მშენებელი იყო. ხო, აი ამას რო შეხედო გული მისკდება. ჩვენთან პროფესიონალმა გააკეთა. ნაპრალი ყოველთვის ექნება, იმიტომ რომ სხვადასხვა სარწიკველია. დანარჩენი უსაფრთხოა. აი იქითკენა გაიხედე, ხედავ. ურყევად დგას. ოროთახიანებსაც მიეშენა და სამოთახიანებსაც. წინიდან. და უკრიდან მხოლოდ ერთოთახიანებს. მოვიყვანეთ ხელოსნები და უნდა გადაგვეჭრა. გადავჭირთ მაღლა სართულიდან აქამდე და აქ მე ვეღარ გადავჭერთ, ის კაცი ავად გახდა. და ზედამხედველობის სამსახური მერიიდან რომ მოვიდა, რა გადაჭირი რო არ იყო დაგვაჯარიმეს. ეს ეზო შევინარჩუნეთ, თვითონ შევარნაძის დროს აქ უნდათ კორპუსი რო შეედგათ. ცოტა აბასრეკი არის, მაგრამ ჯერჯერობით მე მგონი გაუძლებს. სულ მიშენებულებია. ყველა მიშენებული. და ყველა უსაფრთხო არ არის, ხო, როგორც? რა ვიცი. მაგალითად იქითკენ, აი იქითკენ რომ მიშენდა, ვიცი რომ ჩამოიშალა. აქ რო ჩამოიშალა სახლი თქვენ არ გახსოვთ? გაკეთებული იყო ისე, მისამშაფეთებული იყო. გამკითხავი არ არის. ისაც როგორც უნდა ისე აშენებს, ეხლა ეს პატარა სახლი იყო. მე დაადგეს და მე ამას მიაშენეს. ძალიან კომიკური სურათებიც გვინახია საბურთალოს ქუჩაზე ზუსტად. კარგად ჩანს კარკასი, საწყისი და იმის ზევით არის სამი იმხელა მოცულობა ადგმული ზევიდანაც და გვერდიდანაც გაფართოებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი საუბარი ძირითადად მაინც მიშენებებს ეხება, მაგრამ დაშენებებიც და ჩაშენებებიც არანაკლებ საინტერესო ფაქტორია ქალაქისთვის. კონსტრუქციული, ასე ვთქვათ, ტერმინია გადაჯდომით ამბობენ კონსტრუქციის გამართვა აღმოჩნდა საჭირო და ნუ მე მთელი ერთი ამბავი მერიაში რომ აბა შეიძლება არ შეიძლება კი შეიძლება აბა იცნობ ვინმეს არ იცნობ და ასე შემდეგ. მაშინ ეგრე ხდებოდა. ეხლა არ ვიცი ზუსტად როგორ ხდება, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მეთოდი დღესაც გამოყენებულია, ისეთ შენობებს ხედავთ ქალაქში გაჩენილს.
ძალიან ისე კაპიტალურად არის გაკეთებული. აი ეს შენობაც და ამის გვერდზე შენობაც აი ეს ხიმინჯებზე. აქ მშენებლებმა ადგეს და 18 მეტრის სიღრმეში ჩავიდნენ ხიმინჯებით. დაждენ ქვაზე და მე ჩაასხეს ისინი რა ქვია სვეტები და გააკეთეს ჩარჩო, აი ეთყობა კიდევაც. ამ ჩარჩოზე ზის დამატებული 3 სართული. ამ 3 სართულს არავითარი შეხება არ აქვს იმასთან, რა ქვია, როგორც ასეთი აი ძველ არსებულ შენობასთან. აბსოლუტურად არაფერი. მე თვითონ მშენებელი ვარ, პროფესიით. ანაკრები კონსტრუქციები არ არის, როგორც 3 მეტრიანი ბეტონის ჩარჩო არის 8 წალი ესეთი. და ამ ჩარჩოზე დგას ის დანარჩენი. აი მიშენება ამას გააუკეთეს, იმას გააუკეთეს. აი ეგერ იმ შენობას გაუგედას, ამის გვერდზე შენობას გაუგედას. მე უბრალოდ მიგვირს ის ხალხი როგორ ცხოვრობს, არ ეშინიათ იმ ადგილზე. აი ბევრჯერ ტურისტები რომ მოდიან საზღვარგარეთელები ამ დაშენებას, ამას და იმის გვერდზე რო არის შენობა უყურებენ, სურათებს უღებენ და მე მეუბნები ხომ არ გინდათ გაყიდიოთ აქ, მე არა რა როგორ ვიცხოვრებთ. მე გადაიღეთ ქვევით. ნაპრალი აგერა, ნაპრალი არის პირობითად 10 სანტიმეტრი და ზევით არის 60 სანტიმეტრი. ანუ გადახრილი. ხო, აი ხედავთ ზევით, აი ხედეთ, აგური როგორ არის. ეს ძალიან საშიში აქ რომ იცის რომ მოხდეს რამე ისეთი ძლიერი, როგორ ცხოვრობენ მე არ ვიცი ხალხი. ჩვენთან მშენებლობა ზოგადად საბინაო მშენებლობა, საბინაო საკითხი, საცხოვრისი ვერ გახდა და არ არის გარდა ძალიან ისეთი ზოგადი დეკლარაციისა ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ჩვენს უფლებებს განაპირობებს, ხო? ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს აქვს საცხოვრისის უფლება. უსაფრთხო საცხოვრისის, ხო? თავზე არ დაგენგრევა და არ მოკვდები. ჩვენთან ეს ასე არ არის, არავინ ამაზე არ ზრუნავს, არანაირი პროგრამები, დიდი პროგრამები საყოველთაო ყოველ შემთხვევაში არ არსებობს. ხა თუ არ ჩავთვლი დევნილებზე იქ რაღაცას და ნუ ძალიან ცოტას კიდე რამეს. იქ ცხოვრობს ხალხი ამ მიშენებულ ბინებში, რომლებსაც განათლებაც აქვს, მათ შორის უმაღლესი განათლებაც და სოციალური სტატუსის ფლად დაბალი ყოველთვის არ აქვს. მათ იციან, რომ არა ჯანსაღ, არა არც თუ უსაფრთხო, არც თუ და ესთეტიკურად საერთოდ საშინელ გარემოში ცხოვრობენ, მაგრამ სასტიკი წინააღმდეგები არიან, რომ მათი დიდი უმრავლესობა რომ ვინმე შეეხოს ამ მიშენებას და ასე ვთქვათ დაუბრუნოს საწყის მდგომარეობას, ხო, ეს შენობები. და ამ ხალხს კარგად ესმის, რომ ეს არ არის უსაფრთხო და შეიძლება რაღაც მოხდეს, მაგრამ ნუ ეხლა ჩვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ეს არის, რომ დღეს კარგად ვიყოთ და ხვალ რა მოხდება 2002-ში მოხდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა. გახსოვდა, მაშინ ღმერთის მადლით თითოეულ ადამიანი ემსხვერპლა ამას. ეხლა რომ მოხდეს ისეთივე მიწისძვრა, თან ამას ხო დროც აქვს. ვადა ხო გადის. თან ჩვენ ხო არ ვიცით, სად ეს მიშენება როგორ არის გაკეთებული, ზოგან შეიძლება ის სტაბილურია, ზოგან შეიძლება არც იყო თავის დროზე. ამას არავინ არ სწავლობს. ამაზე არავინ არ ზრუნავს. არაფერი არ იზომება ამ ქალაქში.